საღამო მშვიდობის Reopen Mediis ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. შეერთებული შტატების სომხეთის იმ ნაწილის 100 წლით იჯარით აღებას სთავაზობენ, რომელიც აზერბაიჯანის აღმოსავლეთ რაიონებს ნახიჩევანთან აკავშირებს. ამის შესახებ პარასკევს ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა თურქეთში შეერთებული შტატების ელჩმა თომას ბარაკმა. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთი ათწლეულია 32 კილომეტრიანი გზის გამო დავობენ და აირახ შეერთებული შტატები მოდის და ამბობს ძალიან კარგი ჩვენ ვიღებთ მას. მოგვეცით იჯარით ეს 32 კილომეტრიანი გზა და ყველამ ისარგებლეთ, თქვა ამერიკელმა დიპლომატმა. ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზის გახსნის შესახებ ამერიკული წინადადების შესახებ, რომელიც ერევანსა და ბაქოს კარნეგის ფონდის ცნობით აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაისის ბოლოს შესთავაზა. ვაშინგტონის ჩანაფიქრის თანახმად საკომუნიკაციო გზის მართვა უცხოურ კერძო კომპანიას გადაეცემა, რომელიც არსებითად შეთანხმების გარანტი იქნება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა ამ პუბლიკაციების კომენტირებაზე. ერევანმა დაადასტურა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირების გამბოკვლის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებისგან წინადადება იყო და მათ გარშემო განხილვები მიმდინარეობს. სომხეთი რეგიონული ინფრასტრუქტურების გამბოკვის საკითხს განიხილავს ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის კონტექსტში. გამოეხმაურა თურქეთში შეერთებული შტატების ელს განცხადება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პრეს-სპიკერმა. ნაზელი ბაღდასარიანმა თქვა, რომ სომხეთი არ განიხილავდა და არ განიხილავს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის რომელიმე მესამე მხარისთვის გადაცემას. ელისეს სასახლეში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონ შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ფაშინიანმა მაკრონს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მიულოცა და მეგობარ საფრანგეთს კეთილდღეობა და წარმატება უსურვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თავის ვალდებულებას განავითაროს და გააღრმავოს მრავალმხრივი თანამშრომლობა სომხეთთან. თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების დღის წესრიგის არაერთი საკითხი, რომლებიც ასევე ეხებოდა ერთობლივი პროექტების მიმდინარეობას. ფაშინიანი შეეხო ბრიუსელში დღეს გამართულ დისკუსიებს და ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიზანს გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირთან. ազდა-გაცვლა ასევე მოხდა რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა ექსის თავის გვერდზე დაწერა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების რაც შეიძლება მალე გაფორმებამ შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს რეგიონის ყველა ხალხისთვის, ქვეყნისათვის და მისი საზღვრებს გარეთ მყოფითათვის. ეს შეხვედრა ასევე შესაძლებლობას გვაძლევს გადავხედოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობის გაღრმავება ყველა სფეროში და მალე გავამყაროთ ჩვენი სტრატეგიული ორმხრივი პარტნიორობა. 2026 წლიდან სომხეთში მოქალაქეობის მიღებისა და გაუქმების პროცედურების სრულიად ონლაინ რეჟიმში გადავა საფასური კი 50 ჯერ გაიზრდება. კერძოდ, თუ ამჟამად საფასური 1000 დრამს დაახლოებით 7 ლარს შეადგენს, ცვლილებების შემდეგ ის 50,000 დრამი დაახლოებით 335 ლარი გახდება. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ შეეხება ლტოლვილებს, ვისთვისაც საფასური უცვლელი დარჩება. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო წლებში მოქალაქეების მიღების მსურველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე. ბაქოს სამხედრო სასამართლოში ბიზნესმენისა და არცახის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვართანიანის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს რიგით 26 სხდომა იმართება. პროცესის პარალელურად ვარდანიანის ინტერესების დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი ფუნდამენტურ დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით, დაცვის მხარეს ეფექტურად ჩამორთმეული აქვს ბრალდებების გასაჩივრებისა და უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა, რაც პროცესს ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილ ფორმალობად აქცევს. სომხური მხარე ვარაუდობს, რომ ანალოგიური ვითარებაა სხვა სომეხი ტყვეების შემთხვევაში, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პროცესის მიმდინარეობის შესახებ ცნობებს სომეხი პატიმრებისათვის გახსნილი ვებგვერდი ავრცელებს. ადგილობრივი ადვოკატის აბრაჰამ ბერმანის მიერ ოჯახისათვის მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე დაადასტურა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით სერიოზული უკუსლის გამო. ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსლას საქართველოში და განვიხილავთ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს. კალასის სიტყვებით ევროკავშირმა მოამზადა ზომების სია დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდებისათვის გამოტანილი არაპროპორციული სასჯელების საპასუხოდ. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიუთითებს სასამართლო სისტემის პრობლემაზე, რომელიც მისი თქმით რეპრესიული აპარატის ნაწილია. ევროპის 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართეს. ჩეხეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიისა და ლიეტვის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ევროკავშირისგან ქვეყანაში მიმდინარე მეუვლენებზე მტკიცე რეაგირებას ითხოვენ. 15 ივლისის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს წინ გაგზავნილ წერილში ისინი ევროკომისიას მოუწოდებენ დაადგინოს კონკრეტული ვადა, მაგალითად 2025 წლის 30 სექტემბერი, რომლისთვისაც საქართველოსთან დაკავშირებული რეკომენდაციები განახდება. მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც ქართულ ოცნებას, ისე ქართველ ხალხს მკაფიო გზავნილი გაეგზავნოს. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოქმედება სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი და ამაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას დაეკისრება. ამასთან წერილის ავტორების აზრით, სავიზო რეჟიმის შეჩერება უნდა შეეხოს მხოლოდ შერჩეულ ქართველ ოფიციალურ პირებს და არ უნდა დააზიანოს ყველა მოქალაქის ინტერესი. სირიის დროებითი პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში ისტორიულად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სავარაუდოდ სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსების შეფასებით ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს სირიის აღდგენას და გააძლიერებს აზერბაიჯანის პოზიციებს რეგიონალურ ენერგეტიკულ ბაზარზე, ხოლო სირიის ახალი მთავრობისათვის მსგავსი ვიზიტები საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების მცდელობაა. დეტალურად ნახეთ დავით გენჯოიანის რეპორტაჟში. გასულ კვირას 12-13 ივლისს სირიის დროებითი პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარას ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში ორივე ქვეყნის მედიის მიერ ისტორიულად შეფასდა. მან ფაქტობრივად აღადგინა ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი ურთიერთობები. ალ-შარა ალიევის შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და სირიის მთავრობას შორის, რომელიც სავარაუდოდ სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეხება. შეთანხმებამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სირიის აღდგენის პროცესში და ამავდროულად გააძლიეროს აზერბაიჯანის პოზიციები რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე. ანალიტიკოს სერგეი მელქონიანის თქმით, სირიის ახალ ხელმძღვანელობას ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს და სწორედ ამას ემსახურება მსგავსი ვიზიტები. ახალმა სირიულმა ხელისუფლებამ თავის წინაშე სამი ძირითადი მიზანი დაისახა. პირველი საერთაშორისო ლეგიტიმურობის მოპოვება. ამ კონტექსტში ისინი სტუმრობენ თურქეთს, საამიროებს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და ასე შემდეგ. ბოლო ვიზიტი საფრანგეთში იყო, თუ უფრო ფართო რეგიონზე ვსაუბრობთ. მეორე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა, რადგან ნათელია, რომ ვერ შეინარჩუნებ ხელისუფლებას, რომელიც ძალით დაიკავე, თუ ხალხს რაღაც ეკონომიკურ სიკეთეს არ შესთავაზებ. და მესამე, მოქმედი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია დაამყაროს ძალაუფლება მთელ სირიის ტერიტორიაზე. დღემდე ეს მათ ვერ შეძლეს. ეს თანამშრომლობა ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული გამოწვევების კონტექსტში განიხილება. აზერბაიჯანი, რომელიც აქტიურად აღრმავებს ენერგეტიკულ კავშირებს ევროკავშირთან, მიზნად ისახავს 2027 წლამდე გაზის ექსპორტის გაორმაგებას და ამ კონტექსტში სირიასთან თანამშრომლობა სტრატეგიულ ნაბიჯად აღიქმება. თუმცა, სპეციალისტების თქმით, არსებობს შეშფოთება აზერბაიჯანის მიერ რადიკალურ ჯგუფებთან ისტორიული კავშირების გაღრმავების შესახებ. რაც შეეხება შესაძლო ტერორისტებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს 10 წლეულების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან შეგავსენებთ, რომ ისინი მასხადოვთან და იანდარბიევთან ახლოს იყვნენ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაიხსნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ოფიციალური წარმომადგენლობა. აზერბაიჯანში მას კულტურულ ცენტრს უწოდებდნენ. მათ მიიღეს სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით 12000 ჩეჩენი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. შემდეგ, როდესაც უკვე ჰეიდარ ალიევი პუტინს შეხვდა, მათ ეს როგორც სათამაშო კარტი
შეძლეს გამოეყენებინათ. ახლა არ არის გამორიცხული, რომ იგივე მოხდეს, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგშია, მათ მომავალში როგორც სათამაშო კარტი ისე გამოიყენონ. სპეციალისტების აზრით, ასეთი ისტორიული კავშირები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სათამაშო კარტი რეგიონულ მოთამაშეებთან, მაგალითად, ირანთან ურთიერთობებში. აზერბაიჯანისა და სირიის ენერგეტიკულმა თანამშრომლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე. როგორც მე მხედავ, ევროპისთვის ენერგეტიკული რესურსების მიღების ორი შესაძლებლობა არსებობს. პირველი, როგორც აღნიშნეთ, ამ შუა დერეფნით კასპიის ზღვით, სადაც ჩართული იქნებიან ყაზახეთი, თურქმენეთი აზერბაიჯანის ტერიტორიით და ეწოდებული ზანგეზურის დერეფნით ან საქართველოს ტერიტორიით ევროპისკენ. მეორე პროექტი კატარიდან მოდის, როდესაც გაზზე ვსაუბრობთ, ეს პროექტი ჯერ კიდევ სირიის ომამდე არსებობდა და ფაქტობრივად ჩავარდა, რადგან იგეგმებოდა, რომ ეს გაზსადენი სირიის ტერიტორიაზე გაივლიდა, შემდეგ თურქეთში და ისევ ევროპაში. ახლა ორივე აქტუალური გახდა და უდავოდ ევროპა ორივე სამუშაოებით იქნება დაინტერესებული. რამდენად წარმატებულები იქნებიან მაგალითად ამ შუა დერეფნის კონტექსტში გულწრფელად მიჭირს თქმა, რადგან საკმარისი რესურსები ამ ქვეყნებს ჯერ არ აქვთ. თუმცა, სპეციალისტების დაკვირვებით, ეს თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებასაც იწვევს. მხოლოდ გასულ ერთ დღეში, შიდა სირიულ შეტაკებებში, კერძოდ ას-სუვეიდას პროვინციაში, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. პრესაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ალ-შარაა და ალიევი სირიის ოპოზიციური დაჯგუფებების აზერბაიჯანში, განსაკუთრებით ირანის მოსაზღვრე რეგიონებში ჩასახლების პროგრამაზე შეთანხმდნენ, შორეული მიზნებით. მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნიდან დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანის გამოცდილება აზერბაიჯანს უკვე აქვს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან ფაქტობრივად გვაქვს ტერორიზმის ლეგიტიმაცია, რომელსაც ვხედავთ, რომ ჩვენი ეწოდებული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება. და რაიმე სერიოზული კვლევა, რომ ისინი ბჭყალებში შეიცვალენ, გულისხმობ მოქმედ სირიულ ხელისუფლებას, ამის რაიმე მტკიცებულება ჩვენ არ გვაქვს. ყველას გვესმის, რა მოხდა მაგალითად ლატაკიაში ქრისტიანული და სხვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. ეს იგივე პრაქტიკაა, რომელსაც თურქეთი 100 წლის წინ აკეთებდა, მაგრამ უკვე სხვა ხელებით, მაგალითად დღეს სირიის ხელებით. და ეს ასე ვთქვათ ტენდენცია გაგრძელდა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ დიახ, ეს რადიკალური ტალღა რეგიონში უფრო მეტად გავრცელდება. ვხედავთ, რომ ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა თურქეთი და აზერბაიჯანი ამ ტალღაში არა მხოლოდ ჩართულები არიან, არამედ ძირითადი ერთ-ერთი ლიდერები არის. მიუხედავად იმისა, რომ სირიასა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა თითქოს და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობას და სირიის ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას, ის ასევე რეგიონული უსაფრთხოების ახალ რისკებს წარმოშობს. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.